თქვენთან არ ვიცი როგორაა, მაგრამ ჩვენთან ყოველი კვირა დღე გაზაფხული ვით თბილი, ხმაურიანი და ძალიან ცოცხალია. დილით ტრადიციულად წირვაზე წამოვედით, სადაც ბავშვები ეზიარნენ და მილა თავის ფავორიტ ბიძია შეხვდა. წირვის შემდეგ გადავინაცვლეთ ქრისტესიას ულამაზეს კაფეში და სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, კირა და მაშიკო მცხენით გაისეინეს. ამათ შემხედვარა გიორგის კი მოაფიქრდა, მოდი ჩვენც წავიდეთ ჯირითის გაკვეთილებზეო. და ასე აღმოჩნდით უსაყვარლეს ცხენებთან საჯენებოში. პირველად ჯერ კირა და გიორგი დასწრენ. მართლა როგორც თევზი წყალში ისე გზნობდა კირა თავს. ნელა კი დადგა ჩემი და ბარბარეს ჭერით. ვაღიარებ საერთოდ არ ყოფილა ისეთი მარტივი, როგორც მე წარმომედგინა. მაგრამ ცხენები ამ დღიდან უფრო მეტად შემიყვარდა. აქედან წამოვედით ამ ჩიტუნიასთან. შემოგვემატნენ დედა, ქრისტესია და ლიზი. თეო აკეთებს მჭადებს. ნამდვილი მეგრელი ქალია. აუ, არ ხან მეგრელი ხო? იმერლები უკეთეს ჭადებს აკეთებენ. თეო როგორც იმერელი აკეთებს. Take 2. ჩვენს მსგავს დიდ ოჯახში სიმშვიდე არ ნიშნავს სიჩუმეს. ეს ნიშნავს, რომ ყველა ერთდროულად საუბრობს და რატომღაც ზუსტად ამ დროს გრძნობს სახლში თავს. ვიღაც იცინის, ვიღაც წუწუნებს, ვიღაც კი საჭმელს ამზადებს. პრობლემებიც ყოველთვისაა, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ მის პირისპირ მარტო არასდროს ვართ. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგზავნო, გარეთ შემოდგომაა. თუმცა როცა ერთად ვართ, ჩვენში ყოველთვის გაზაფხულია.